დიდი განცხადება მაქვს. მოდით. ასკაზე უნდა ავიდეთ. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ჩვენი არხის დიდი მიზანი. ვიფიქრეთ და ზუმერს დაუკავშირთ. ზუმერს მაგრამ მოეწონა ეგიდეა და ძალიან მაგარი საჩუქრები იქნება თქვენთვის. გათამაშება იქნება. ხო, სანამ არავალთ ასკამდე, და სანამ ზუმერი არავა 70-კამდე. ოღონდ მათი Instagram გვერდი. მანქანაში ჩანს ის ერთი რაღაც, რაც შეიძლება რომ თქვენი გახდეს. და ისეთი მაგარი რაღაცაა, რომ ჩემი სიამოვნებით გახდებოდა, რომ შეიძლება. მე ნაყიდი მაქვს 3 თვის წინ ვიყიდე და ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა ცხოვრებაში. სამთვის რა არის ყოი გოფში. მთლიანად უყურეთ vlogs. ძალიან მაგარ ადგილებსაც გავივლით და ბოლოს იქნება პირობები, მაგრამ პირველი პირობა არის ის, რომ სასტრაფოდ დააკომენტარეთ. შეიძლება ტელეფონიც გათამაშდეს, შეიძლება დრონიც გათამაშდეს, შეიძლება ყველაფერი. მოიცადე, ამოსულები ვართ მესტიაში. ლამპრობა არის. მე მინდა ასვლა ძალიან დიდი ხანია ერთი ადგილია, რომელიც არის ჩემთვის ძალიან ჯადოსნური და ეხა იმიტომ წელავ ამ ტექსტს, რომ სახელმწიფო არ ახსოვს. და მაგრად ცივალე დრო. ხალდეში მინდა ასვლა. მაგარი ყინოა, დაშლა არ მოშლოთ. გამომარჯოს, სულ კარგად მეყოლეთ. იმისთვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, დააკომენტარეთ. და მე გავათამაშებთ კარგ რაღაცას. წავედით? წავედით. მივხედეთ საქმეს? შენქიდან გადმივხედეთ. 1 2 3. კალაბანძეზე უნდა მოგიყოთ ისტორია, დიდი ხანი არ მოგისმენიათ. მოკლედ დღეს დილას მის მეგობარი შეხვდა, ყავას ვიღებდით რა. პუფსიკა და პუფსიკა ყვება, ესეთ მაგარი ისტორია მაქვს ნიკაზე. მოთხრა რამ ბევრი დიდი ხანი ახალი აფერა გამიგია მეთქი და მოკლედ და ჯგუფი ყავდა წასაყვანიო რა. ვურეკავ 26 არის, არ გამოჩნდაო ეს ნიკა, ტელეფონი გამორთული აქვს, ვერსად ვერ მივაწვიო, ხო გამოვშტერეთ რა გავანებე თავი, მე წავიყვანა ეს ორი ჯგუფიო. გადის 3 დღეო და Skype-ით ვიღაცა მირეკავსო და მირეკავს ნიკაო. ბიჭო, მაპატიეო, დამავეწყდაო ყველაფერიო, ევერესტის base camp-ზე ვარო და ეხა დაიჭირაო და ესე გამემაზაო რა თქვენ ჯგუფებიო, მე მგონი ძალიან ცუდად მოყავი. უნდა ყოფილიყავით. იქ ძალიან სასაცილო იყო ეგ ამბავი. წავედი დავიკრინჯე. კრინჯი ხუმრობა ხო ქონდათ. და ეხა მოვიფიქრე, მეორე კრინჯი ხუმრობა. დასტური რომ სიყვარული არასდროს არაა უფასო. აჰა, სიყვარულის კოშკი 2 ლარი. წამოდით რა ჩავიხედოთ სიყვარულის კოშკში. ეგება რამე საშველი დამადგეს. წამოდით რა. ნიკა არ გადმოდი. ნიკა რატო? საწახვედი. წამო რა შევხედო? საწახვედი. მოდიან საწავლენ. ამ კოშკის დრონი მაინც გექნება. აგერმე და აგერთქვე. ჩემზე გლახა იუმორი თუ ვინმესა აქვს თქვენ ორი ხართ. აბრძანდი? და დამიწყე მოყოლა. ცა მე აგერ დავდგები შემაღლებული. წავიდა. ესე იგი, ლეგენდა. კოშკიც გქონდეს კადრში, მაგრამ ცოტა ჩაიწია ისე და აჰა. ლეგენდა გვიამბობს ესეთ რაღაცას. რომ ერთი მონადირე იყო სახელად ოტია და შეუყვარდა ერთი მოხეტიალე ქალი, რომელსაც ერქვა ერთი წამი მიაგული. მიაგული, ესე ერქვა ამ ქალს. ჩემი გული. ხო, ნუ არ ვიცი რაღაცა ეგეთი. ეს ოტია ყოფილა ცოლშვილიანი კაცი. მაიმუნი. შეყვარებია ეს მიაგული, მაგრამ ამ ქალს არ მოსდომებია ოჯახის დანგრევა. დაშორებით დამწუხრებული, სანადიროდ წასურლა, ქარაფი და მდინარეში ჩავარდნილა და დაღუპულა. და ქმრის სიკვდილს ეს ცოლიც გადაყვა. გაიგე? არა. ცოლს და ქმარს ეს მიაგული მიდიოდა და აპურებდა რა, ანუ კალმახებად გადაიქცნენ ცოლი და ქმარი და ეს მიაგული, რომელიც ოტიაზე იყო შეყვარებული, მიდიოდა და ამ კალმახებს აჭმევდა და ეს მდინარეო ამბობენ, რომ მიაგულის ცრემლებიაო. გასაგებია? კეთილია? ანუ აი ეს უნდა ძაღლს გეხვეწებით მითხარ. დაგვიკომენტარეთ თუ უნდა. შიერია საწყალი. მომე. კი. ეხა შენ. მომეცი ძაღლს აჭამეთ საჭმელი.
მაღალი ვარ. ვერ გაცაპას. ლაბრადორი ვარ. მომეცი აქ. აი ჩმოდი მოიცა. მოდი. რა თუნდა ძაღლზე მიწის ტყი. მოდი, აი თვალონა. გადავიღო ნიკა. გასკდა, შეწამა. რა ხდება სოფელში? რა ხდება უყურებ თოლს და ესა. თქვენი ძროხებია? ხო. რამდენი ყავთ? საბი გარეთ ერთი შიგრით. აჰა, ცოტა. ეს ბევრი ახლა. არის ხო ბევრი 10-12 ყავდა ხალხს კაცო. ბევრი ხალხი დადის ხოლმე აქეთ. აქედან და უშგულში 100 უშგულში კი, მაგრამ უშგული უკვე ისეთი გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ აი ხალდესკენ. ხალდესკენ გადახულზე კი და ახლა არა. ახლა იმის არ ყო შიტებიც არა. ანუ არავინ არ რჩება ხოლმე, ხო? არა, ზამთარი. ზაფხულში მოსახლეა მარტო იქ იფრავს. ზევით, იფრავს. ზაფხულში არის, ხო? ზაფხულში ვერთხელ მოგცა. და ტევარა. რა ცუდია რომ ვერ ავდივართ. ვერა ხვალ მან გათვალებით და ვერა ხვალ. ბევრი ხალხია ისე სოფელში თუ არა? ზამთარში. არა. ახალგაზრდები, ბავშვები? ახლა სკოლის მოსწავლეები და ახლა სკოლა სადად იხარ? ნაიაგეროს. აქ არის სკოლა? ოი, რა მაგარია. რამდენი ბავშვი? 17 იქნება. ყოჩახ, მაინც კაია, მე ნაკლებს ველოდებოდი. მე 23 წელი დირექტორი. მართლა? აი. 3 ბავშვი 4 მყავდა. მართლა? ისე ვინ არ ცნობდი სკოლას. ეს კლიანად კალა. კალა არის და ეს რეგიონი მეება. უშგული როგორც ცალ-ცალ. ეს ლალხორია, ის ვიჩინაში პირველი სოფელი ხე, იქ დაუბერია ამისი. ეს სასაკალო როგორც უბნები ისე რა პატარა სოფელი. აუ რა დრონი მაინც ავაფრინოთ თუ ვერ ავდივართ. აი აგე ლალხორია მასივი თქიო რომ ბალზე მოსვანეთის ყველა დაჭირებული საკითხია. აქ წდებოდ. ანუ სასამართლოს ავით იყო თუ უხუცესები და სასამართლოს. მე აქ ჯოხის ქვეშ გადიოდნენ, მე გადიოდნენ იქ სალოცავს დასაფიცება. დასაფიცება. რამ ესე ტრადიცია იყო განსხვავებული? აბა როცა საჭიროებო საკითხი იყო, ყველაფერი აქ წვეულა ძირითადში. ხა აღარა შემორჩენილი ასე შინაურობაში. აი კონფლიქტი აი სამეზობლოში ან რაღაც. არავინ არ მიდის აქ პოლიციაში, არც არავინ არ მივა, თვითონ არ გაიგეს რა თქმა უნდა. ყველაფერი შინაურულად შინაინით. ო რაღაც დოზაზე ეგ საჭიროც არის რა. მყარად თუ გინდა შერიგება, მაშინ ადგილობრივ დონეზე. სულ არ ვიჩხუბა ჯობია, მაგრამ ნაჩხუბარზე შერიგება კაია. როგორც გაირკვა ხალდეში მიმავალი გზა არ არის, ანუ საერთოდ გზა არ არის. ხო და ეხლა ნიკა მოიფიქრა სხვა სოფელი, სადაც წავალთ და ჩვენი ახალი დრონი უნდა გავტესტოთ, იმიტომ რომ ანუ პირველი 360 დრონი არის რა, ჩვენ რო გვაქვს 360 section კამერა რო გვაქვს და რაღაც ძალიან მაგარ კადრებს ვიღებთ, ხო? აი ზუსტად ეგეთივე გამოვიდა დრონი და მაგრამ აინტერესებს რა არის მაგის შესაძლებლობა. სადმე ყავარ? მულახში წავიდეთ. დიდი ლოდები და დიდი თოვლი არის ჩამოწოლილი. რა ხდება? რა ხდება და უყურე ხო არის გლობალური დათბობა შორიდან დავიწყებ რა. ჩვენ შეგვიხო რა და იმაზე ადრედნება თოვლი და იმაზე თბილი ამდებია ვიდრე უნდა იყოს. გზაზე ხშირად იყრება ქვები, თოვლის მასები, რაღაცები და ამიტომ ვინც მოდიხართ სვანეთში ან სვანეთიდან მიდიხართ, აი ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცები წვივა ეხლა გზაზე რაღაცები რო ავდიოდით არ იყო ჩამოდივართ არის და ძალიან საშიში არის რა. ერთი მანქანა რა თავზე დაგეცას ეხავენ რა იქნებოდა ნისან პატრული ეს მანქანა ძალიან ეს მანქანა ესეთია რაღაც საჩემო არის Porsche Cayenne e-hybrid რომელიც წამოვიყვანეთ და რომელიც ძალიან გონია რომ მომიხდება მე არის სინამდვილეში e-hybrid ეს e-hybrid-ი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო და აღმოჩნდა რომ როგორც ბენზინზე და საწყობზე მუშაობს ჩვეულებრივად ასევე მუშაობს შეგიძლიათ დატენო შეერთა პლაგინი არის რა
დრო გამოგვატანა Insta 360-ის დრონი ანტიგრავიტი, რომელიც არის короче, ახალი სიტყვა არის რა, მოკლედ რა, იმიტომ რომ 360-ით იღებს ციდან რა, 13 კილომეტრს დაფრინავს, VR სათვალე მაგარი სათამაშოა, ძალიან საკაიფო დიზაინი აქვს და რაც მთავარია არის 300 გრამამდე არ არის რა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში თუ მოგზაურობთ, რეგულაცია არ ეხება რა, მართალია მაგ დროს 120 მეტრზე დაფრინავს, თუმცა სამაგეროდ დაფრინავს რა, დიდი დრონებისგან განსხვავებით. აი ხა დავტესტავთ, ცოტას გავერთობით და იგაა რა. ზემოდან რო ბურთი აქვს, ეგაა 360, ხო? და ქვემოდან. ორივე მხრიდან. აბა 360 ისე როგორ. ბოდიში. ეხა ვერ ხვდები ხო იმის ზურგი რომ აქცია და თან ვლაპარაკო. სადა? მართლავასე, ცნობ მე არ ვიცნობ. მე რა სად გინახავს, აბა? ეს მინახავს ტელეფონში. დავაი, სად მიდიხარ? მესტიაში. რა იპარებით? არა, შობლემა იციან? რამდენი წლისები ხართ? მე-9. რა ქვია? დემეტრი. რა გვარი ხარ? გულბანი ქალდანი. ბიჭო, იპარებით მგონია თქვენ? კი. არა, როგორ გიყადრება ჩვენ ისეთი იმა. ეხა მომისმინე რაღაცას. როგორი მოშვები? მოიცადე, მაცადე. მოდი აქ, ეხა რაღაცას გასწავლი რა. დედას და მამას მოდი დავურეკოთ, ნებართვა, ავიღოთ და ისე. ნომერი არ ვიცით. არ წავიყვანოთ, არ ყოლად მესტიაში. უყურე ჯერ წამოდი სახში. უთხრათ ნებართვა და მე წაიყვან მესტიაში. მე ვთხოვ ნებართვას და ის მისაფართი არ ვიცით. მომიშმინეთ. გისმენ. ახლა წამიყანეთ და იმ ამათგის გამიყანეთ. აი როტები დავშვიჩათ. ხო. რა ადგილს? გაგვაცილეთ. სახლები არიან, სახლები არიან, კოშირია. ზაღლების თქში. გვატყუებს თუ სიმართლეს? არა, სიმართლე. სად ცხოვრობ? სად? რომელ სოფელში ცხოვრობ? მულახში, ჩვახში. რომელ მულახია სულ? ჩვაბლიანში? ჩაბლიანი. მე მგონია რომ მშობლების თანხმობა გჭირდება. არ გჭირდება. აუ, მომიშმინე. აუას გადაგვაცილეთ და მე ჩვენ ვიცით. ეს რა კაცი, რა ვქნათ? უნდა ავიღოთ, მე ვიცნობ ამაშის. რა ქვია აბა? წამოდა განახავ რა თქვია. რა ქვია? წამოდა აგიყვანო სახში, არ მაინტერესებს გამოპარულები ხარ ეხა თქვენ. გამოპარულები ვარ, ხო გითხარი. მაშინ ძმაო შენ მიხედა შენ საქმეს. აუ, წამოიყარე. ამათგეს გაგვაცილეთ და მე რა. მოიცა გაიწიეს მანქანა გავატარო. აუ, ეს რამ, სულ აქ არის. თითა რა გავაკეთო? აი ბოშოს ვერ დავტოვებთ ქუჩაში. არ შეიძლება, ვერ ავიყვანთ. დავაი სახში ავიდე და მე მოიცა მესტიაზე. სადა გადაღება? მესტიაში. მე რა მშობლების გარშე გადაღება რო არ შეიძლება არიცით? აი შეიძლება. ტელეფონი რა? არა, მაგრამ ეს პლანშეტს გავმაზავ შენ გამოწავე. ვაჩუქოთ პლანშეტი. მოდი აქ, მოდი. ვაჩუქ. პლანშეტი. აი ხა დაურეკავ ავღანსნი. აუღანი ვინა? ო, გამარჯობა, არიცით. აუღანი ვიცი, მაგრამ ის თემი არაფერი არა არის ამისი. ხო და მამაშენს იცნობს და დავარეკინებ ეხა მოიცადე. დარეკე. წავედი. ავიყარი. არ შეიძლება. კალადგის გადაგვაცილეთ. იმ ადგილს ისაც გადაცილდებით. დაღლები არიო. ნუ იპარები ბიჭო. დაღლები არიან, ბიჭო. წავალ ხა უბანში ავალ და ვეტყვი. იმაჩ. კარჯო არ შეიძლება რა მე არ მამა გიშვებ. ჩემი და დედაში გამოწადი. წადი. დავაი. დედა აქ უნდა უთხრა ეხა ამათ რა რომ ბავშვები გაპარვას აპირებენ და პლანშეტები უნდა გამოუგზავნოთ, რომ ნაწყენები არ დავტოვოთ. ნამდვილად. ესა ტესტ-დრაივზე ჯერ არ წასულა ეს მანქანა ნამდვილად. ნიკ, საით მივდივართ? ეხა ბეჩოსკენ გავისეირნოთ.
პეჩოში ჩამოვედით, ამოვიყვანეთ Porsche Cayenne e-ჰიბრიდი და უნდა გავტესტოთ ყველაზე რთულ პირობებში, თოვლში და უბედურებაში. ამ მანქანის იმედი მაქვს, აი ჩემი თავის იმედი დიდად არ მაქვს, იმიტომ რომ არც თუ ისეთი გამოცდილი მძღოლი ვარ, განსაკუთრებით თოვლში. ნახოთ რა გამოვა. ნამდვილი ტესტ-დრაივი მანქანის გეხოცებით სად ვარ შეხედე. ნუ ერთი ამბავი რომ ძალიან მაგარი კამერები აქვს, მაგრამ სად ვარ შეხედეთ. რა სილამაზეა. ნიკა, როგორ მაგდოს მანქანა? ძალიან კაი მანქანა არის. ოღონდ მართლა ძალიან მაგარი მანქანა. ეხლა წავედით უკან. არჩკა, მე მგონია რომ გაიზრდები ეს მანქანა ძალიან გიხდება შე. გავიზრდები, Cayenne უნდა გამოვიდე. აუ ნახეთ რა ლამაზია. ეს იცი რომელი ადგილი არის ზაფხულში თუ უყურეთ ჩვენ გამოშვებას მესტიიდან შტუგრას ჩანჩქერზე რო ავედით. აი ეს ის მონაკვეთი არის რა. ეხლა სრულიად დათოვლილია. განახებთ გზას. ნახეთ სად დავდივართ. ტექნოლოგია. ნიკა დაუკარგეთ. ნიკა ლებაინძე იქა და დრონი საიდანაც აფრინდა, იქ ჯდება თავისით. ეგეთი ჭკვიანი დრონი არსებობს? ნამეტანი ჭკვიანი. კი, ჩვენზე. კი გაიასო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Porsche Cayenne e-ჰიბრიდი ამ გზებზე ჯერ არასდროს არ ყოფილა. ხო, ანუ ისეთია რა, სანდოა რა ტიპი რა. დავრეკეთ ეგეტაში. მე ვთხარი ნიკა არ ყავს, მეთქი ნიკას ვერ ავყავარ და გამოგვატანეთ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი მანქანა, რომელიც ყავთ მეთქი. მანქანა როგორც დამპირდნენ, არის ძალიან ლამაზი. ძალიან გემრიელი და სატარებლად არის, აი ყველაზე მაგარი მანქანა რაც გემრიელია. ისეთია, ხო, სასიამოვნო, იჯერებს. იცი რა არის, ცოტა ვუთამამდები, იმდენად სასიამოვნო ამის ტარება, რომ აი არ გაუთამამდე როგორ ნინო ეგ მემართება მესტიაში რომ ამოდიხარ და გინდა იარო მაღლა სოფლებში ხო სვანეთში რა ტიპის საბურავები გჭირდება რა ზამთარში ზამთრის უნდა კონდეს და მიზან შეწონილია და რჩევის სახით ვიტყვი რომ ჯაჭვები მაინც უნდა იყოს ხოლმე მანქანაში ეხა იდეალური დრო არის რომ იდეაში შეიძინო ზამთრის საბურავები იმიტომ რომ სპეციალური შეთავაზებები აქვს თეკეტას უფრო შეღავათიან ფასად შეგიძლია შეიძინო ესეთ პერიოდში რა ზამთრის დასრულებისკენ თან ამ სეზონის გამოგადგება და იქით წელს კი ბატონო და შეგინახება და თან რაც თავარია რაღაცნაირი ამინდები არის წამოსული რა ზოგადად ეს მთლიანობაში და აი როგორია რომ მორჩა შეიძლება ისე მოტრიალდეს ყველაფერი რომ მე მარტში ველოდები ზამთარი და დაბრუნდეს რა და ჯერ არის კიდე ის პერიოდი და დრო რომ ესეთ საბურავები კარგად მოვიხმაროთ რა ვისაც მთაში უყვარს სიარული განსაკუთრებით და შემდეგ წელზეც გადავა მე რა კიდევ ერთი კითხვა პირობითად მარიჩკა შენ გყავს მანქანა და გყავს ნიკოლოზ შენ ნიკოლოზსაც გყავს ოჩა მოკლედ ყველას გყავს მანქანა პირობითად დაგჭირდა მე საზიარო მაგრამ მაინც მანქანა ზამთრის საბურავებს სად ვინახავ როდესაც მოვა ზაფხული ავტოფარეხში მე ადრე მქონდა ავტოფარეხი ხა არ მაქვს და მე მეგობრის ავტოფარეხში და ვისაც მეგობრის ავტოფარეხი არ გაქვს ჩემსავით თავისუფალი შეგიძლიათ თეკეტას მიმართოთ და იქ შეგიძლიათ დატოვოთ ისენი რა ის გააკეთეს რა თეკეტა ხო ეგეთი სერვისი არის რომ ზამთრის საბურავები ან ზაფხულის საბურავები რომელიც არ გჭირდება იმ მომენტში და გინდა რომ არ გაგიფუჭდეს და არ დაგეკარგოს ჩააბარებ და შეგინახავ. და ალბათ იქ რაღაც დაცული არის ხო? რაღაც საბურავი სპეციალური შენახვა ჭირდება რა. და მოულიან და ამბობენ. აი, კაი იდეა. და გიყენებენ სერვისის დროს მიხვალ. ხო, ისედაც მიდიხარ მანქანის მოსამზადებლად ზაფხულის სეზონზე და ზამთრის სეზონზე და დაატოვებ იქ, შეგინახავენ, მაგრამ მიხვალ შენსაც წამოიღებ. მაგარი კომფორტია.
ჩვენ ძმაკაცებთან ერთად, რომლებიც შარშანდელ წელთან შედარებით უკვე სერიოზულად წამოსდილები არიან. კაი, ეხლა საიდანაც ვართ, ისე მივესალმოთ. ხოჩალადა. ეხლა მითხარით რა საპირებთ, რა ამბავზე ხართ მოსულები? რა ამბავზე და სლალომი შეჯიბრია და გამოვდივართ ჩვენს. შენ ხო გესმის რომ აი აქ ყველაზე ცუდად მე და შემსრიალებთ. კი, გაცვლის. თქვენ არიცით, მაგრამ მოგიყვებით. მე გაიგე. მარიშკამს რა მოვიდა, იცი? წავიდა გუდაურში, დადგა თხილამურზე. წაიქცა და რა დაემართა, იცი? რა? ისეთი გალესილი ქონდა თხილამური, რომ წაქცევის დროს გადაუჭრა შარვალიც. რა პეტრიერი მოება, გეგონება კაი რაღაცა დამემართა. ნაკერი აქ. აი სულ გადახსნილი აქ. მე რა გიხარია? სენსაციას ყვები. რას უყურე? YouTube-ზე უყურე თქვენ იყავით კორეანში თუ გუდაურში. ჰა. კრისტალისის რო გასწავლეთ შენ. ჰა. იმ ვიდეოს უყურე და ვალაიქ. მე როგორ დადგა? კარგად. კარგად. შენ დღეს ვერ ასრიალებ ამას, ხო? არა, ამას ეს ვეღარ ხილამურები თვალწია როგორ ვერა. მე ვარ სანდრო გუგუსიანი 13 წლის. მე ვარ გიორგი ხერგიანი 11 წლის. დიდი ხერგიანის? ბიძახირი. ბაბუა ჩემია. მე ვარ ლუკა ჩართოლანი 12 წლის. გოგეტასი ვინ ხარ? ნათესოია. მე ვარ ანდრია ხერგიანი 12 წლის. მე ვარ ლაშა ბერიძე 11 წლის. ლარიონ ჯაფარიძე 13 წლის. თქვენ ტურისტი ხართ? მაქსიმ ვარ 33 წლის. შეჯიბრე გამოდიხარ? კი. ჩვენ კი ვართ მარიშკა და ნინო 39 და 25 წლის და ვნახოთ რა გელოდებათ თქვენ წინ. რა, აბა რა გეგონა? 23-ს გეგონა? 26-ს მეგონა შენ? 26. დღეიდან მოდი ეგრე. ნინო და მარი 25 და 26 წლის. ჭაჭა გოგსაპოვნელი. თქვენ სახელზე მოვიგებ ნინოცას და მარიშკას სახელზე. მადლობა ბიჭებო, აბა წარმატებები. აბა კაი დღე. აბა თქვენს კაი დღე. გასავარიეთ გამარჯვება არც ერთმა არ დათმოთ. წილს გაგიხობ. რა თქო? წილს გაგიხობთ. დღეს მე ვიბრძვი ჩაინიკის ტიტულისთვის და გამომაცხადე მე კიდევაც როგორც თვით ჩაიდანი არის სცენაზე და დავიწყებ ასპარეს. იცი რა არის, შენ მომეცი იზალა რომ გაისად მეც შევეჭიდო მაგ ტიტულს. კი ბატონო. ჩემი სახელობის იქნება აწიეგ რეკორდი. თუ არ თაწვალზე თეზოს თასი აქ ტარდება 2014 წლიდან. დღესდღეობით 80 მონაწილეა და ვისოლი ბოლო 2 წელია ამ შეჯიბრის სპონსორია. უამრავი ხალხი არის და ზოგი მართლა ძალიან მაგარი პროფესიონალია და ზოგი გუშინ წინ დადგა 3 დღის წინ ჩაიცვა თხილამური და დღეს გამოდის შეჯიბრზე. ყველანაირი ადამიანი შეგხვდებათ. დამარცხებისთვის თუ მზად ხართ, შეგიძლიათ მაგრა გაერთოთ. მოიცადე რა გჭირს? წაიქეცი სრიალის დროს? ლუკა კოშტელიანი ჩვენი სახელით გამოდის შეჯიბრზე. დააძალა ხალხო, დააძალა. თუ გაიმარჯვებ ჩვენი სახელობის იქნება ეგ გამარჯვება? ბატონო, აუცილებლად. სამეულში თუ სახელით იყოს მითხარი? ლუკ, იცი რა მაინტერესებს? თეზოს შესახებ ორი სიტყვით რომ მოვყვეთ რა. მამა შენი ვიცი რომ ძალიან ახლო მეგობარი იყო და ხო შეგიძლია მოგყვე მის შესახებ, რომ ახალმა თაობამ შეიძლება არ იცოდეს რამხელა წვლილი აქვს შეტანილი სვანეთის. ჯაფარიძე არის სვანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ოქრო ადამიანი. არის იმიტომ ვიძახი რომ ყოველთვის სოციალია ჩვენთვის და ძალიან ბევრი და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სვანეთის და მესტიის განვითარებისთვის. როგორც აი აწოლში. ესეც მისი გაკეთებულია. თვითონ ადოლიმ და ჩუბუმ
მალხაზმა დაიწყეს ერთადნა მეც ბავშვი ვიყავი რომ დავყვებოდი და რაც ხის ჭრაში რომ ეხმარებოდი მე ჩემი ძმა და ამოდენივე ვიყავით და ანუ ჩვეულებრივ ხის ჭრაში თქვენ თქვენ ფიზიკურად თქვენ შრომობთ და ამდენი წლის მერე ამ ყველაფერმა ესეთი შედეგი მოიტანა სავსეა დღეს აკავება ანა, შენი არხის სახელით გადიხარ ალბათ, ხო? ხო, ნახოთ რეჰანი რა სიზამ. შარშან ხო გახსოვს ჩაინიკი რო ავიდა. კი, შარშან ბოლოდან მეორე და მესამე ადგილები ამაყად გავიყავით. კი, ძალიან კარგი მოთხილამურეები ვართ ჩვენ. გამოიწერეთ ნინუცას channel, რომელიც ხო, რეჰანიც, ჩვენი არხი. ჩვენ მეგობრები ვართ არხებამდე, ასე რომ გვიყვარს ერთმანეთი. ხალხი შრომობს, წვალობს და ძალიან გთხოვთ. მე მაგ ჩემი ჩანაფიქრი, დროზე თუ არავედი ასკამდე რეაქტიული ნერვოზით ვქნები დაჯილდოებული. ხო და ჩვენ ჯერ როგორ ვართ, იცი? 20,000 ველოდებით დაგვრჩა 700 გამომწერი. ეს ეპიზოდი რო დაიდება სადღაც 200. ეს ეპიზოდი რო დაიდება ალბათ ასულები ვიქნებით და პატარა ინტრიგა ხო გვაქვს ჩადებული ლაშას გამოჩენა თქვენ კი მეგობრობთ ლაშას. ჩვენ კი ვიცნობთ ლაშას. ხალხი ელოდება ლაშას ჭამას. ჩვენთან არის ვახტანგ ფილფანი და ანსამბლი რიჰო. აი ასე, ეს არის სწორი და და ანსამბლი რიჰო, რომელიც მართლა 1928 წელს შეიქმნა და დღემდე მოდის 4 თაობით, ანუ ამ ანსამბლში ტრადიციულად იყო 4 თაობის ადამიანები. ამ წუთშიც კი ახლა ჩვენ ექვსნი რო ვართ, ამ წუთში 45 კაცამდე ვართ ანსამბლში. 45 კაც. კი, დიდი ანსამბლია, ეს არის მესტიის რაიონის ანუ ზემო სვანეთის მთავარი ანსამბლია და სიმღერების ასაკი თუ გაინტერესებთ, ზოგიერთი მათგანი 40 საუკუნისა, 4000 წლისა. აი ლილე მაგალითად ხო ცნობილი სიმღერაა ლილე. ლილეს წარმოშობა არის შუმერული, შუმერები ცხოვრობდნენ 4000 წლის წინ და ეს სიმღერა არ ითარგმნება არც სვანურად და არც ქართულად, ითარგმნება შუმერულად. შუა ქალაქში ხო ნანახი გაქვთ? ერთჯერ გამიგია, ორჯერ ვარ, 8ჯერ. გაგიგიათო 11 ჯერ მოვიდნენ ერთ. კი, მესტიაში ეგრეა. თუ აგიცდა ფეხი ამოხვევი დაბრუნდები ასჯერ. ავსტრალიელები დაბრუნდნენ, მომღერალი ავსტრალიელები დაბრუნდნენ 11 ჯერ. სვანეთში ჩვენთან ანსამბლთან ესენი. ხო, ავსტრალია იცი საიტა. ავსტრალია ხო იცი საიტაც არის. ხო და იქიდან ავსტრალიიდან ჩამოვიდნენ 2002-ში დაიწყეს, 2004-ში, 2006-ში, 8-ში. ესე აი კოვიდის დროს ცოტა შეწყდა. დანარჩენი სულ მოდიან და ახლა რატომ მოდიან ვეკითხები? გიჟები ხო არ ხარ? ხო უკვე პრაქტიკულად ყველაფერი ისწავლეთ და რაღაც მოდიხარ თქვა და ჩვენ ყოველ მოსვლაზეო ახალ რაღაცას აღმოაჩენთო თქვენთან ცხოვრებას, თქვენთან ყოფნა გვიხარიაო, თქვენი ტრადიციები რომელიც ამოუწურავიაო, ჩვენც ასე ამოუწურავია თქვენთან მეგობრობა და ამიტომ დადიან. შეიძლება რაღაცა გთხოვოთ, გთხოვოთ, აბა თხოვნა. ხო გავიცანთ ახლა ერთმანეთს. ჩემზე რაღაცა წარმოდგენა ხო შეგექმნათ. კი, ძალიან კარგი წარმოდგენა შეგექმნათ. ერთი ვიზუალურად გადასარევად გამოიყურებთ და ეგ იმიტომ რომ სვანიბები ამყავდა. სვანიბები აკავდა? საერთოდ ქართველები სილამაზით გამოდათავიდა. ასილამაზი რატოა თქვენს გოგო და თურმე სვანიბები აყოლია. სვანები გამოირჩეოდით სილამაზითაც, ვაჟკაცობითაც და
სამართლიანობით, რომელიც ძალიან უხდება ცხოვრებას. ბატონო ვახტანგი. დიახ. კიდე ერთი თხოვნა თუა, ის უკვე ფასიანი იქნება 10 euро. 10 კიდევ ერთი თხოვნა კითხვა კომბინირება. 10 ლარი ის. აი, ჩემნაირ გოგოს რა სიმღერას მიუძღვნით? სერიოზული მოსაფიქრებელი თემა არის. და სად გამიმეტებდით? ვის გერებში? ექსპრომტად. კარგმართინილე. გაგონილი ხო გაქვთ თამარ მეფე? რას ამბობთ? თამარ მეფეზე სვანებს შექმნილი აქვს გადასარევი სიმღერა. თამარ ღვივა დედფანა ოიანიოს გვეჯი ოიანიოს გვეჯი და ოიანიოს გვეჯი დაი თამაზავი ჯაგიანდა ой зуливочия водой ой зуливочия да ой зуливочия орьодела тамарле балатая маре орьодела оргершина тая маре орьодела чидма челе тамаре ой დაუდილა თათრის მეშიალ დაიამარე ой დაუდილა ვორგერშინა დაიამარე ой დაუდილა თათრშინა დაიამარე ой დაუდილა თათრის შენე დაიამარე დელას ვოდელია სავანა ვოდელა სალია სავანა დელას ვოდელია სავანა ვოდელა სალია სავანა ორე რაიდა ორი რავრერა ორე რაიდა რაშორე ორე რაიდა ორი რავრერა ორე რაიდა rashorera wasara shara maida 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 აკრო ხარ ეს გერები შენთან ესე ახლოს აი სიამაყით სავსე ხარ თუ ყავთ პატარა შვილები ასწავლეთ ეს მუსიკალური ხანგები არ დავკარგოთ ეს კულტურა იმიტომ რომ ეს დასაკარგი კი არა ესა ის ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია ჩვენ ქართველებს და ეს უნდა გავიტანოთ ყველგან გაიხარეთ ახალგაზრდობა გაიხარეთ დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა შარშან გაიცანით ნინი, შემდეგში გაიცნეთ ამ სეზონზე ლუკა და ეხლა გაიცნობთ სანდროს, რომელიც არის ამ სამეულიდან უფროსი. იცი რა თქვი შენ? ეს ლამპრობა ძალიან ტურისტული ხო არ გახდაო? იყო ჩემგან მსგავსი წინადადება არ მომხდა. ბევრი დამსვენებელი. ლამპრობა ძალიან ძველი ტრადიციული დღესასწაულია, სადაც სასაფლაოებზე გავდივართ. საუკუნეების განმავლობაში გრძელდება ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს გარდასულ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნიდან გარდაიცვალნენ, წავიდნენ მარადიულ სასაფლაოში, მივაგოთ მარადიული ხსოვნა და მოვაფეროთ მათ სულებს. ამიტომ ცოტა ისეთი იდუმალი ტრადიცია არის და მე არ ვიძახი რომ ანუ რა სწორ კონტექსტში მინდა რომ ეს ყველაფერი არა ხუმრობი ჩვენ შევავჩინიეთ 5 TikTok-ი კეთდება პარალელურად ყველა ხუმრობაში რაღაც ნაპერწკალი არის სიმართლის ტურიზმმა არ უნდა შეუცვალოს სახე ტრადიციას და არ უნდა გააქროს ის ტრადიციები რომლებსაც
საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენი წინაპრები. ამიტომ ცოტა მოწიწებით და ცოტა სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ეხლა მე თქვენ გეტყვით აქ რა ხდება. სანდრო რასაც არ იტყვის ნინო. აბჯარს ჩაიწმევს და მზად არის თქვენი ჯავრისთვის. ნახეთ, როდესაც მივდივართ კუთხეში. იქ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების ადათები, წესები, ჩვევები, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი და რა არის მათთვის მისაღები და მიუღებელი. მე მესმის მასტიაში დალევა ყველას გვინდება. განაცუდი არის, უბრალოდ უნდა მოუფრთხილდეთ და ისე მოვიქცეთ, რომ არ შეუქმნათ ამ ადამიანებს დისკომფორტები. კი არა და შეგრძნемо, რომ თითქოს ამ ადამიანების კუთხეს და ტრადიციებს ჩვენ არ ვცემთ პატივს. ადოლი ბიძე არის გოშთალიანების ოჯახის თავარი პერსონაჟი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ დაგვსახდა რომ დაგველაპარაკება და მოგვიყვება ლამპრობის ტრადიციის შესახებ. მაგრამ დავიწყებ სულ ყველაზე საინტერესო ნაწილიდან. ყველაზე მაგრა რაც მომწონს, რომ ლამპრობა იწყება მაშინ, როდესაც დღე ეყრება ღამეს. არც დღეა, არც ღამეა და რაღაცა სიტყვას უწოდებთ ამას. სვანურად ლიმტკუმალი ქვია, იშლება სუფრა, სანთლები და მოიხსენიება ის მიცვალებულები, ვინც გვახსოვს. ცეცხლიც მაგისტვის ინთება რა, რომ გაუნათოთ მათ გზა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღე არის ეგ. ლამპრობა არის, აი წყინვალე დღე, რომელიც ჩემ ძვირფას ადამიანებს, ჩემ წასულებს მახსენებს და მათ ფიქრში ვარ და მათ მოფერებაში ვარ და ანათოს უფალმა მათი სული. როგორც ფოლად ჭირდება წთობა, ისე ჭირდება სულსაც აი ის გამოცთობა და განათება მისი აი ამ ცეცხლით. აი თქვენ ბავშვობასთან შედარებით, ხო? შეიცვალა რამე ტრადიციის? არაფერი, აი რაც თავი მახსოვს უკვე 60 წელს მივედი. სულ აი ესე მოვდივართ და ვანთებთ მაშინ კი უფრო ზემოთ ცენტრში გქონდა სასაფლაოები და იქ ვაკეთებდით. ეხლა აქ უკვე გადმოვიწიეთ, იმიტომ რომ აქ ყავს მიცვალებულები და არაფერი არ შეცვლილა რა, ყველაფერი იგივეა და ესე იქნება ალბათ უხსოვარი დროიდან მოდის და ეს არ შეიძლება რომ არ იმასაქნა, რა ქვია, ყოველ წელს არ გააკეთო რა. არაფერი არ არის ამაში ცუდი. არც წარმართულია, არც არაფერი არ არის რა. სულებს ეფერები, იმ წასულებს ეფერები, ვინც ჩემთვის ძვირფასია. ესეც რო თქვა, უბრალოდ ხე არ არის და ამასაც თავისი ისტორია. არა, თავისთავად, ხო, ეს არყის ხე, ხა ეს ერთ-ერთი ისეთი ხე არის რა. სუფთა ხე არის, ქრისტე რომელმა ხემაც შეიფარა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა აქ ვინც წვანენ ყველას რო იგივე აქ ნაკეთები აქ. თავის დროზე. ხო, თავის დროზე, ხო, თავის მიცვალებულებისთვის და ეხლა რო ადგე და ეხლა შეწყვიტო ეს და რო არ გააკეთო, ნუ პროსტა ეს რამხელა ის უნდა იყოს რა. ეს არასდროს არ შეწყდება და ყოველთვის ენთება რა. ლამპარი ყოველთვის ენთება სასაფლაოზე ამ დროს 14 თებერვალს. ჩვენ ვაპირებთ ცენტრში წავიდეთ ეკლესიაში, სადაც ყველაზე დიდი კოცონი არა, ყველაზე დიდი ლამპარი არის. ხო, აი მანდ ეხლა რომ მიხვალ წმინდა გიორგის ტაძართან არის ერთი დიდი კოცონი, სადაც ყველა აქ მესტიელი გვარის წარმომადგენელი შედის და თვითონ ლამპარს აგდებს მაგ იმაზე, რა ქვია, დიდ კოცონზე. მე გარვიცოდი. ჩვენც გვაქვს ერთი კონა გადანახული მაგისტრის მანქანაში დავტოვოთ ერთი. გასაგებია რისთვის იყო და გარვიცოდი.
ხალხო ნინუცა მაგაც ავტოსტოპი გაჭიდა. მე ავტოსტოპი მაგრა დავამოვა. მე მინდა ცენტრამდე ავტოსტოპი. მესტიაში ავტოსტოპით ჩვეულებრივად დავდივართ. მოსულა რა. დავსხედით? დავსხედით. აწე ჩანკი. აწე. 15 წუთს ფეხიცია რო. ჯობია. მადლობა რომ გაგვიჩერეთ. ეს ცენტრში მიგაქვთ? ციმემა, მენდა გიორგის. აი ჩვენც მაქით მივდივართ. სასაფლაოზე ვერ გაგვივლია, იმიტომ რომ ბევრი მეგობრები შექმნენ და გამომწერები და ერთ-ერთმა გოგოები იყვნენ, მითხრეს ესეთი რაღაც, რომ შარშან ვუყურეთო თქვენ ვლოგსო და წელს ჩამოვედითო. და ძალიან მაგრა გამიხარდა თუ ვიღაცამ უყურა ჩვენს ვლოგს და გადაწყვიტა რომ აქ ჩამოსულიყო. ხო და გიყვებოდით იმას რომ ნაზო ხერგიანი შეხვდა სასაფლაოზე და გითხრა ესეთი რაღაც, რომ არასოდეს არ მახსოვს, რომ ამდენი ადამიანი იყოს ჩამოსული მესტიაში ლამპრობაზე. ძალიან კაი არისო. უბრალოდ ისე ჭირდება აქაურობას სიჩუმეო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკრალური ტრადიციაა და ძალიან უხდება ჩვენ ახალგაზრდობაში. ამას ვაკეთებდით ჩუმად, სიმშვიდეში. ნუ ეხლა შეიცვალა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ჩამოდის. მაგრამ ეს ტრადიცია გახდა რაღაცა განსაკუთრებული ამბავი მესტიისთვის და მე პირადად ძალიან მიხარია რომ ამდენი ხალხი ჩამოდის მესტიაში. მე და ნათია ვართ ბავშვობის მეგობრები. გურულები და ახალგაზრდობაში უფასო ვიზაჟისტი ვიყავი ნათიასთვის. წლებს ითვლის ჩვენი მეგობრობა და ბოლო წლებია მესტიაში ვხვდებით ლამპრობას და გადავწყვიტეთ რომ გიჟი გურულები სადღიგრძელო დავლეათ მესტიაში. ბოლო წლები ბაბუა ჩემი საფლავზე ვხვდებით ლამპრობას. არტენა საფლავზე ვხვდებით ლამპრობას. არტენა, ო. არტენა და რატი დაარქვით დაჟე. არტენა რატი დავარქვათ. აბა გურულებს მესტიაში. გურულებს მესტიაში. შენ გენაცვალე ნინო ბოლომდე. მოვალ შარშან ვიყავით თქვენ. რო შევპირდი შარშან და რო გადაგვაგდე. ნინუცა. აბა დაგიმახსოვრეს. ხოთა შორის მე ცნობილი გადამგდები ვარ. მინდა იცოდე. ვის შევპირდით აი? ვის შევპირდით თხას? მაშკა ტყუილში დაგვიჭირეს გავიქცეთ. ახლა აქ მე მგონი სიტყვის დარღვევა მთლაკაი ამბავი არაა. მოვიდა. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ხას მე ვარ შეპირებული? ხა, რა? ხას. ხას თქვენ. მე ვარ შეპირებული. მაყვალაბებოს რო თხა მიუყვანეთ და მე აქ ამოვედით, ეგ იყო, ხა? ასკაზე ამოგიყვანთ თხას. როგორც კი 100.000 გამომწერზე ავალთ და ეგ უნდა მოხდეს მალა. არა, მაისამდე დაბადების დღე მაქვს, მაისში 100.000 უნდა. ეხა 67.000 ვარ და 23.000 არა, ეგ რა მათემატიკაა, ხო? ვა, საღო! 33.000. მოიცა, გავასწორებ მათემატიკას, მასე და არა იყოს კვერცხი არა, კარგად მიდის ეს არაყი. შემოგივლეთ ჩემი. მაისში შეგვიძლია თხა ამოვიყვანოთ, ასკაზე ავალთ? ოღონდ იმითი, აი, ფაროსანათი რომ ვამბობ. ფაროსანათი ამო. დედა ძალიან უხერხულად გძნობ თავს. არა, როგორ გიკეთება ხა. არა, ხუმრობ. უნდა გაგხსენებოდა ჩვენი შეცდომა. შარშან აი ამ თქვენ ვიდეოებს ყოველთვის უყურებთ, ხო? შარშანაც. იმიტომ გითხარით რომ ქვემო სვანეთში აიყვანეთ მაყვალაბებოსთან მეთქით ხარ. ზემო სვანეთში ვერ ამოვიყვან. ზევით ვარ ჩვენ რა, ცოტა ზევით ვარ. მარიშკა შერცხვენილები ვარ. დაბადების დღეზე ჩვენ დავკლავთ თხას. არა, არ დაკლავთ. არა. აბა სიცოცხლე. სიცოცხლე. თავისუფლება თხებს. თავისუფლება თხებს. მოკლედ, აქ თავდება ჩვენი ლამპრობა. ხსოვნა იყოს. ბოლომდე არ დაღვარო. დანარჩენი დალიე. შეგენაცვალე. ჩემი მსმელი. ხალია. ხო იყო, ვისკი
არ იყო თოვლი. არ ჯობდათ ხა მოგყვანა. რომელი იყავით? სანამ ჩვენ ყველა მოვინახულეთ, მივესალმეთ და მოვიკითხეთ ძველი თუ ახალი ნაცნობები კოცონიდან, აი ეს დარჩა. დიდზე გიზგიზებდა ეს კოცონი და მესტიაში ესეთი წესია, რომ ყველა ოჯახიდან მოაქვთ აი ესეთი მორები, არყის ხეები, აი ამ ფორმით, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე ეს ხე წესით და რიგით არყის ხე უნდა მოიჭრას ძველით ახალ წელს. ანუ 14 იანვარს, 18 იანვარს ეს უნდა იყოს დაჭრილი. ეს შეშა უნდა დაალაგდეს ბუხართან და ერთი თვე უნდა გამოშრეს. საკმაოდ დიდი ციკლი არის ამბის და მერე უკვე მოაქვთ აქ. კი. ძალიან მიყვარხარ. მე და წელს ახლა მე აქ იმიტომ რომ თქვენი შარშანდელი ვიდეო ვნახე ამ პროგრამაზე. კაი, სერიოზულად. მარტო მაგიტო. იცი რომ მეორე ადამიანი ხარ ვინცამ? დედას ვიცავ? დედას გეცენ მარტო სვანეთში საერთოდ. მაგით ხო ისეთი არის რაც. აი ძალიან კარგია. ისეთია როგორც ჩვენ ვიდეოში. მადლობა, ძალიან ბევრს ნიშნავს. მოიცადეთ, სინდისი იქონიოთ და გამოიწერეთ ჩვენ YouTube არხი. კი, უნდა გამოწეროთ. მაისამდე უნდა ავიდეთ 100-მდე. დეტალებზე მე მოვყვებით, მაისში გვაქვს 2 წლის დაბადების დღე და მოთხილას. უნდა ავიდეთ 100-მდე, მნიშვნელოვანია. მარტო ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. ხოჩალედ. საღამოზე ითქმის ხოჩალედ. დაიმახსოვრე ამასობაში. ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, სანამ ჩვენ გაგვიცნობდი? მოსაწყენი. ეხლა რო ითქვა ძალიან მოსწყენილი ვიყავი. ხათრი ჩემი ცხოვრება იყო სხვანაირი მესტიამდე და მესტიის მერე. ხო და მესტიაში ჩამოდით. ლუკა უნდა თქვა, ეხლა რა თქვენამდე ჩემი ცხოვრება იყო მოწყენილი. ძალიან მოწყენილი ვიყავით. მე მარტო არა, სვანები. ეხლა ნამდვილად კარგად ვერთობით. ნამდვილად. ესე მჯდარ ხარ ამ მანქანაში? კი, ბევრჯერ. ზამთარშიც. ლუკა, კარგი რა არიცი აყოლა. ესეთ სიტუაციაში არა. ესეთ სიტუაციაში. თქვენ გოგოებთან, ამისთან არაყნაყლაბ გოგოებთან. არა, მე არაყი. მე არ ყიც და გვინო. მაგარი გულაობა. მაგარი, გულ ჩამოვიდა. ეს ამის გაღების საშიშროება ხო არა? არა, ეხა წარმომიდგენია რომ ეს გაიღება და გადავარდები და ვიღაცას ბორბლებში შეუვარდები. იგონებს. რას ვიგონებ ეშინია? რისიმში შარა შეხარ მოიცა ერთი რა. საღამოა 7. ხიდან ხეზე გადაფრინდა. ჩიტი. ახლაც მახსოვს მისამართი. შენი? მერე? მაქამდე ყველა მივიცით და მე აღარ გვახსოვს. მე ეგეც არ ვიცოდი, მე მარტო ის ვიცოდი. ჩემი საყვარელი ლექსია. ნიუსას არხი და ზუმერი იწყებს ერთობლივ გათამაშებას სანამ არავალთ 100-მდე. ნუ აქ რაღაცა ოვაციები უნდა იყოს. რაღაცა რეაქცია მინდა. აშისხმა უნდა. voice effects დავადებთ. კარგი. ამჯერად ვათამაშებთ აი ამ ძალიან მაგარ გაჯეტს Insta360-ის კამერა. რა უნდა გააკეთოთ? აი ეს კამერა არის ჩვენ რო ხმარობთ. აი ეს ძალიან ხშირად ხმარობთ. ეს უკვე გახსნილი ვერსია. ხო, ეს თქვენთვის გაუხსნელი ვერსია. რა უნდა გააკეთოთ? უნდა დაწეროთ კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და Zoomer-ის Instagram არხი და თქვენ უკვე თამაში ხართ. ზუსტად ერთ კვირაში. დღეს ხო არის 26 თებერვალი. 5 მარტს რენდომაიზერით ლაივში გამოვავლენთ გამარჯვებულს. თავი მიზანი არის ჩვენ ავიდეთ 100.000-ზე და Zoomer-ის Instagram გვერდი ავიდეთ 70.000-ზე. კი ბატონო. სწორად დავიმახსოვრე. თუ ეს შესრულდება, ეს პირობა, თავარი პრიზი არის დრონი. რა ქვია მაგ დრონს? Insta360-ის დრონი არის ანტიგრავიტი, უმაგრესი, ანუ ახალი სიტყვა არის დრონების სამყაროში და ან iPhone 17 Pro Max. თქვენ აირჩიეთ. ისედაც ხო უნდა დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვეშ და დაწერეთ რომელი გირჩევნიათ Grand Prix იყოს დრონი თუ iPhone 17 Pro Max-ი.
თან კომენტარიც გამოგივათ, თან გათამაშებაში მონაწილეობასაც მიიღებთ. აბა წარმატებები ყველას 5 მარტს გვექნება YouTube live-ით, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული და მართლა ძალიან კაი ეს კამერაა. ძალიან მაგარი, აი უმაგრესი არის, მაგრამ დრონი ძალიან მაგარია რა. ო, ამიტომ იაქტიურეთ. მორჩა ჩვენი სვანეთის ვლოგი? ხო, მორჩა. ამას ელოდებოდი.